მოგესალმებით, ეს არის TV კვირიკეს პროექტი მომავალი თაობა. მე კი მისი წამყვანი ნაცია ქოპილაშვილი გახლავართ. დღევანდელი ჩვენი თემა არის გარდატეხის ასაკი მოზარდებში. დღეს ჩემთან სტუმრად არიან ჩემი მეგობრები, ანი, ნანუკა, მარიამი და ანი. გარდატეხის ასაკი მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან რთული პერიოდი მოზარდებში, რომელიც იწყება დაახლოებით 13-12 წლიდან 15-18 წლამდე და მე მინდა დავსვა კითხვა, თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მოზარდებში გარდატეხის ასაკმა. ანუ ჩემი აზრით გარდატეხის ასაკი არის ძალიან რთული პერიოდი ნებისმიერი ადამიანისათვის და ყველას გადააქვს ეს პერიოდი ინდივიდუალურად. ზოგს გადააქვს რთულად, ზოგს გადააქვს მარტივად. ამ პერიოდში თვითონ ბავშვებს არ აქვთ იმის გამოცდილება რომ იცხოვრონ როგორც დიდებმა, ამიტომაც აწყდებიან თით პრობლემებს, ძალიან ხდება მათი გაღიზიანება და მნიშვნელოვანია ის რომ როგორც მასწავლებლებთან ერთად არიან ძალიან გაღიზიანებულები, ასევე მშობლებთან ერთად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ჩემი აზრით მოზარდებში. რა თქმა უნდა, გარდატეხის ასაკი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმძიმესი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს ხდება ადამიანის ნეობრივად გარდასახვა და გარდატეხა. ყოველი ჩვენგანი ვიმყოფებით გარდატეხის ასაკში და ვიცით, როგორი მძიმეა და რთულია ეს ჩვენთვის. ანუ გარდატეხის ასაკში ასევე ხდება ძალიან ბევრი, ანუ ბევრს აქვს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, ასევე ბევრს თუნდაც მშობელთან აქვს ცუდი ურთიერთობა. ასე რომ ძალიან ცუდია და ამიტომ ამ დროსაც ხდება ძალიან ბევრი ძალადობა გარდატეხის ასაკიც ასევე ძალიან ბევრ ცუდ რაიმეს გამოიწვევს ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში. გარდატეხის ასაკში ბავშვი არის ერთდროულად თავდაჯერებულიც და თავგზავნეულიც და მას სჭირდება ერთგვარი გზამკვლევი, თუნდაც ეს შეიძლება იყოს მშობელი, მოძღვარი, ან თუნდაც თანატოლი მეგობარი, რომელიც დაეხმარება, რომ თავი დაიმკვიდროს, ასე ვთქვათ. თუმცა თავი დაიმკვიდროს ამაში არ გულისხმობ ცუდ რაღაცას. ხშირად თავის დამკვიდრებაში ბევრი მოზარდი სხვას მიიჩნევს და ცდილობს რომ სხვას გადაამეტოს თავი, ჩემი აზრით ეს არ არის სწორი. თუმცა ამ პერიოდში ძალიან ხშირი არის მოზარდებსა და მშობლებს შორის აგრესიული დამოკიდებულება, მოზარდები ვერ გუობენ მშობლების შენიშვნებს ყოველწვრილ მანძე და ამიტომ ეს ძალიან აგრესიულობას იწვევს, ბავშვები გაღიზიანებულები არიან. და ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშონ ამაში მშობლებმა, რადგან მოაგვარონ ეს პრობლემები. გეთახმები რატომ, იმიტომ რომ ჩვენ ასაკში ძალიან ნამდვილი, ანუ 5 წუთში ვართ ძალიან გაღიზიანებული, შემდეგ უფრო კარგ ხასიათზე ვარ და მშობლები და დიდები საერთოდ ვერ ხვდებიან, რატო ვართ ესეთ ხასიათზე. ეს არის გარდატეხის ბრალი. იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა ერთი პატარა შენიშვნა შეიძლება ჩვენთვის ისეთი რაღაცა მოხდეს, რომ ვაიმე რა მოხდა ეს და ძალიან ჩუდი რამე გამოიწვევს ამან და მშობლებმა უნდა მიხვდნენ და საერთოდ მასწავლებლებმა რომ ბავშვები ვართ და ცოტა უნდა მოგვიფრთხილდნენ და ისე ძალიან არ უნდა მოგვეპყრონ როგორც დიდებს გვეპყრობიან ხშირად. ხანდახან ესეც ძალიან ნერვებს გვიშლის რომ ბავშვები გვეპყრობიან 2 წლის ბავშვები და ვაიმე რამე ხომ არ გინდა და რაღაც ესეც ნერვებს გვიშლის. საერთოდ გარდატეხის პერიოდი არის ძალიან რთული და თუ ამას ისე არ მოვეპყრობთ როგორც საჭირო არის, ძალიან ცუდი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს შემდეგ მომავალ, ანუ რო გავიზრდებით შემდეგ ჩვენ ცხოვრებაში. ჩემი აზრით მშობელი არ უნდა ჩაიძიოს ძალიან მოზარდს ამა თუ იმ პრობლემის გარკვევაში, ამიტომ ის უნდა მიუდგეს უფრო მეგობრული მხრით, რათა უფრო მიიღოს შვილისგან უფრო ნდობა, უფრო იგრძნოს სითბო, სიყვარული და ამით უკვე მშობელს გაუადვილდება გაგება და შვილიც უკვე აღარ იქნება იმდენად აგრესიული. ასევე ხშირია ალბათ ამ თანხმებით მოზარდებს შორის ერთმანეთთან დაპირისპირება. რა თქმა უნდა, მშობლისთვისაც ძალიან რთულია, როდესაც მისი შვილი სხვანაირი იყო 2 წლის წინ დაუშვათ და ეხლა ძალიან სხვანაირი გახდა. სულ შეიცვალა ყველაფერს სხვანაირად აკეთებს და ამიტომ აუცილებელია რომ მშობელმაც ბევრი იცოდეს მის შვილის შესახებ, რადგან რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ამიტომ ანუ ბავშვთან ახლოს უნდა იყოს ფსიქოლოგი, მეგობრები, რომლებიც კარგს ურჩევენ მას, მშობელი, რა თქმა უნდა, ძალიან ახლოს უნდა იყოს და ასევე მასწავლებელი, რომელიც თითქმის ნახევარ დღეს მასთან ერთად ატარებს და მანაც უნდა გაუგოს ყველანაირად. ანუ ჩემი აზრით მთავარი პრობლემა ის არის, რომ მშობლებს და მასწავლებლებს ავიწყდებათ ის, რომ თვითონაც აქვთ გამოვლილი ეს გარდატეხის ასაკი და ამ პერიოდში მოზარდებს ძალიან უჭირთ, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის დამკვიდრება. არ იციან როგორ უნდა იცხოვრონ და ამიტომ ჩემი აზრით უნდა ყავდეთ მათ ადამიანი გვერდით, რომელიც დაუდგება და ასწავლით ყველაფერს. შეიძლება ეს იყოს მშობელი, შეიძლება იყოს მასწავლებელი, შეიძლება იყოს მოძღვარი, მაგრამ აუცილებლად უნდა ყავდეს ადამიანი. ასევე შეიძლება იყოს თანატოლი. ოღონდ მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ ძირითადად ხდება ხოლმე რომ უფრო პრიორიტეტული არის ანუ
გარდატეხის სასახლეში არსებული ბავშვებისათვის თანატოლები, ვიდრე მშობლები და ისეთი ადამიანები, ვით უფრო მეტი იციან. და ესეც არ უნდა მოხდეს, რადგან თვითონ ბავშვმაც უნდა გაარკვიოს, ვინ არის კარგი და ვინ არის ცუდი. და ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ის, რომ ყავდეს თვითონ გარდატეხის სასახლეში მყოფ ადამიანს ისეთი, ვინც იქნება ძალიან ჭკვიანი, დაარიგებს, ვისაც უკვე გამოვლილი აქვს ეს პერიოდი. ხშირად ისეთი მომენტებიც რომ არ ვითვალისწინებ ზუსტად ეგეთი ადამიანების რჩევებს. ანუ ვიცით რომ ის გამოცდილი არის ყველაფერი იცის, მაგრამ არ ვითვალისწინებ, რომ გონია რომ ჩვენ გვაქვს ჩვენ აზრი, ჩვენი ვიცით, უნდა მარტო ჩვენას უნდა მივყვეთ და ხშირად არის ეს ძალიან დიდი პრობლემა. ეს იწვევს ბავშვებში ცინიკურ დამოკიდებულებას ერთმანეთში. გარდატეხის პერიოდში ძალიან ანუ ესე ვთქვათ, რომ ძალიან გახშირდა პირადად ჩემ ასაკში ცინიკური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ეს არის გამოწვეული ოჯახიდანაც, ბავშვობიდანაც, ბავშვობაში ფსიქიკური დარღვევები მიღებული და ეს რაღაცნაირად ჩვენ ასაკ ძალიან უფრო უარესებს. ანუ ჩემი აზრით ეს ცინიკური დამოკიდებულება გამოწვეულია იმითომ, რომ ადამიანებს სურთ რომ თავიანთი თავი დაიმკვიდრონ და ზოგადად ამას ვერ ახერხებენ და ამიტომაც ცდილობენ რომ სხვანაირად დაიმკვიდრონ თავი, იგრძნონ რომ დიახ, ვიზმეზე უფრო მეტნი არიან, თუნდაც ჩაცმულობით ან რამე ისეთი გამოუძებნონ, რომ შემდეგ თავისმა თანატოლებმა უთხრონ, აი შენ მასზე უკეთესი ხარ და ეს არის თავიანთი დამკვიდრების ერთ-ერთი ხერხი და საშუალება. კიდე თავისი სრულის განსახორციელებლად რო არ მიაღწიოს მიზეზს ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ ჩვევად გვაქვს ჩვენ ყველა მოზარდს, რომ ჩვენი მიზანი რომ დავასახოთ, ის აუცილებლად უნდა განვახორციელოთ. მაგრამ მე მინდა დაუბრუნեմ მშობლებს და მოზარდებს, რომ არიან ძალიან არის ბევრი ოჯახი, სადაც მშობლის და მოზარდის ან შვილების ურთიერთობა ძალიან დაძაბულია. მშობლები არ ითვალისწინებენ იმ პერიოდს, თუ რა მძიმე არის მათ შვილებში ეს გარდატეხის პერიოდი და ისინი უფრო მკაცრები არიან, უნდათ რომ არაფერი მეგობრულად არ მიუდგნენ. ეს კი იწვევს მოზარდში უფრო აგრესიას და შეიძლება მან დაუფიქრებლად გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ არა მარტო მისთვის იქნება საზიანო, რომ მთელს ოჯახს დააზარალებს და ამიტომ სჯობს რომ მშობლები გვერდში დაუდგეთ მოსვლის. მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, თუ რა გარემოშია ვისთან უხდება ურთიერთობა და მნიშვნელოვანია აკონტროლოს მშობელმა თუ ვისთან მეგობრობს მისი შვილი, თუნდაც როგორი თანაკლასელები ყავს. აუცილებელია აკონტროლოს, კონტროლში არ არის ის, რომ თუნდაც ყველგან გაყვეს და გამოყვეს. აუცილებლად უნდა გაიცნოს მისი შვილის მეგობრების ოჯახები, იმიტომ რომ ოჯახიდან გამომდინარეობს დიახ, მაგრამ ოჯახში გამომდინარეობს ყველაფერი, თუნდაც შენ შვილს უნდა მისცე უფლება დაპატიჟოს მისი მეგობრები ოჯახში და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს როგორი ურთიერთობა აქვს მეგობრებთან. ჩემი აზრით, როგორც არის ბავშვი მეგობრებთან, ისეთი ადამიანია, იმიტომ რომ ოჯახში ხშირად ბავშვები თავს აჩვენებენ მშობლებს, რომ ვითომ სხვანაირები არიან, მაგრამ მეგობრებთან მათ თამაში არ სჭირდებათ და ზუსტად ისეთები არიან, როგორც სიამოვნებაში. ბავშვებს ძალიან აღიზიანებთ ეს კონტროლი, იმიტომ რომ ხანდახან მშობლებს ზედმეტი მოსდით ამ კონტროლით. ყოველთვის აკონტროლებენ, ყოველ 15 წამში ურეკავენ, გაყვებიან და ეს ცოტა ბავშვი იმას იწვევს, რომ აი ჩემ მშობელს ჩემი არ ჯერა. გარკვეული თავისუფლება უნდა კონდეს აუცილებლად. გარკვეული თავისუფლება უნდა კონდეს, რა თქმა უნდა, მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება ბავშვი ასაკეთებს. ის მშობელია და რა თქმა უნდა იცოდეს თავის შვილი ყოველ წუთს რა შეშვება, მაგრამ ეს ზედმეტი კონტროლი მშობლებისგან არის ძალიან გამაღიზიანებელი. ეს პირადად შეიძლება ჩემი იმით, იმიტომ რომ დედაჩემი ძალიან ხშირად მაკონტროლებს და ხანდახან ის მიჩნდება, რომ აი ჩემი არ ჯერა თუ რატომ აკონტროლებს ესე ხშირად. აი ეს მომენტი მიჩნდება პირადად მე. ანუ რას ფიქრობ, იცი? ხშირად მშობელი ბავშვს იმიტომ კი არ აკონტროლებს, რომ მას არ ენდობა, უბრალოდ არ ენდობა გარემოს. შეიძლება თვითონ ბავშვმა არაფერი დააშავოს, მაგრამ ვინმე დაუშავოს მას. ხო, მაინც იწვევს აი იცი რას, რომ აი არ მენდობა, აი ყოველ 15 წამში რატო რეკავს? რა ხდება? მშობელია. ყოველთვის ცოტა ბავშვების, ანუ მარტო ჩემზეც არ არის, ჩემ მეგობრების საერთოდ ეს ყველასთან ეგრე არიან და ძალიან გამაღიზიანებელია ხოლმე ხანდახან ესეთ პატარა ბავშვით, 2 წლის ბავშვით, რომ დაგვყვებიან დედა ხო არ გშია, და რამე ხო არ გინდა, ვაიმე. ხო, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან გამაღიზიანებელი, მაგრამ თვითონ ბავშვებმაც უნდა გავითვალისწინონ მშობლების ის რომ, იმიტომ რომ ის მათ ხო რა თქმა უნდა ძალიან ვუყვარო და მათთვის ძალიან რთულია ყველაფერი და რაც შეეხება მეგობრებთან ჩემი აზრით მშობლები არ უნდა ჩაერიონ მათი სამეგობრო წრის არჩევაში. ანუ როდესაც იცი, იცი რა ჩემი მეგობარი არ არის პრობლემა, მე მოვალ და გაგაცნობ. ანუ ეს უნდა მოხდეს გაცნობით, არ უნდა უთხრას რომ აი შენ არ უნდა იყოს ეს შენი მეგობარი, იმიტომ რომ ამიტომ მე ეს არ მოსწონს. ანუ ეს იქნება ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ეს არის მათი არჩეული მეგობარი და ამაში უნდა მისცენ თავისუფლება და თუ არ მოსწონეს სხვა კუთხით უნდა დაანახონ და არ უნდა უთხრან ესე პირდაპირ. ხო, მაგრამ ხშირად აი ეს მეგობრული წრე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ბავშვს. ეხლა წარმოვიდა ძალიან მოდაში ესე ჭყალებში
ვთქვათ, პანკობა, როკერობა, ანუ ძალიან ცუდად ეპყრობიან ცხოველებს, ატამებენ და ეს საერთოდ სამეგობროს წრიდან მოდის. და თუ მშობელმა ეს არ გააკონტროლა, რომ ის მეგობრობს ისეთ ადამიანთან, აი ძალიან ცუდად ვიტყვი, სატანისთან თუ მეგობრობს, რა თქმა უნდა უთხესო შულო შენ რაღაცა მეგობარი ჩემი აზრით პანკობა და როკერობა სხვადასხვა რაღაცაა, ხო? ხო, ანუ ჩემი აზრით ყველაზე მთავარი რა არის, ის ყველაფერი მოდის თვითონ ოჯახიდან. თუ ოჯახში არ არის ბავშვი ისე გაზრდილი, ანუ არის სხვანაირად გაზრდილი, არის ქრისტიანი და ყველაფერი, იქ რაც თვითონ არ აირჩევს, ისეთ სამეგობრო წრეს, ოჯახიდან გამომდინარეობს ყველაფერი, ბავშვი როგორი იქნება და როგორ მოიქცევა. და რაც შეეხება ნათია შენს წამოწყებულ თემას მინდა უთხრა პასუხი, რომ ანუ რაც შეეხება ანუ პირდაპირ რომ ესე ცუდად მოეპყროს მშობელი და ანუ არ გაიზიაროს ბავშვის არანაირი აზრი, არის ბავშვების კატეგორია, რომელთაგანაც მოყვება ისეთი გაღეზიანება, რომ პირიქით რაღაცას დააშავებენ, საზიანო იქნება როგორც მათთვის, ასევე მშობლებისთვისაც, მაგრამ არის ბავშვების ისეთი კატეგორია, რომლებიც ჩაიკეთებიან საკუთარ თავში, იქნება დეპრესია და ის იქნება ძალიან რთული მათთვის გადასატანი. და ამ პერიოდში უკვე გაწყდება კავშირი მშობლებსა და ბავშვებს შორის და ის რა თქმა უნდა, ჩატეხილი ხედი არც მშობელს არ ეწყობს და არც ბავშვს, რადგან გაცივდება ურთიერთობა და ყველაფერი ცუდი, სწორედ გაცივებულ ურთიერთობას მოყვება, რომ არაფერს არ ეუბნებიან ერთმანეთს. რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა ინდივიდუალურია. ზოგ ძალიან რთულად გადააქვს ეს პერიოდი, ზოგი არის, რომელსაც ამ ძიმე პერიოდს ძალიან მარტივად გაივლის, მაგრამ ძირითადად უფრო უჭირთ ბავშვებს. მაინტერესებს, რომელიმე თქვენ აქვს დაძაბული ურთიერთობა მშობელთან? ანუ დაძაბული ურთიერთობა არა, რა თქმა უნდა, ყველას უნდა გქონდეს ისეთი ურთიერთობა, რომ სიამოვნებთ მაინც 11 ყურას. 11 ყურადღება მე პირადად არ ვსიამოვნებ ჩემი მშობლებისგან, მაგრამ დედაჩემთან და მამაჩემთანაც ძალიან კაი ურთიერთობა მაქვს. მამაჩემთან მით უმეტეს ყველაფერს უზიარებ ხოლმე და დედასთანაც მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. მე პირადად ხანდახან ჩემი მეგობრებს კარგი რა იყო, ყველაფერს დედას ხო არ უნდა უყვებოდე. ესეთი კითხვა უჩნდებათ ხოლმე, მაგრამ მე ისეთი ურთიერთობა მაქვს დედაჩემთან, რომ არ შემიძლია აი რაღაცა რომ მოხდება ჩემ ცხოვრებაში არ მოუყვებ. იმიტომ რომ ვთვლი რომ საჭირო არის ის რაღაცა რომ ვუთხრა დედას. რთულობათა გაგვწვავდა ეს პერიოდი. ეს პერიოდი შედარებით ნორმალურად გადამაქვს ჩემ მეგობრებთან შედარებით, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ეხლა ძალიან მშვენივრად ვცხოვრობ გადატეხის პერიოდი რომ დამეწყო, ცოტაც ისინი მეწყება. ანუ მაღიზიანებს ბევრი რამე კლასში, ბავშვებთან, სხვების ქცევები და მე საერთოდ ძალიან პირდაპირ ადამიანი და ყველაფერს პირში ვეუბნები ადამიანს. და როდესაც პირში ვეუბნები, ისინი ზღიზიანდებიან, რომ არ სიამოვნებთ ჩემი აზრი მათ შესახებ. და სადაც კომფორტს იწვევს, დისკომფორტს იწვევს ხოლმე ჩვენ შორის. ანუ მშობლებსა და ბავშვებს შორის ურთიერთობა ჩემი აზრით იმაზე მჭიდრო უნდა იყოს, ვიდრე მეგობარსთან შენი ურთიერთობა, იმიტომ რომ მშობელი არის უფრო გამოცდილი და ისეთი ადამიანი, რომელიც მშობელი არასოდეს არ მოგცემს ისეთ რჩევას, რაც შენთვის საზიანო იქნება. შეიძლება მოცემულ მომენტში ვერ გავეზიაროთ ის, რომ აი სხვანაირად ფიქრობს, რადგან ის სხვა თაობის წარმომადგენელია, მაგრამ სინამდვილეში ხშირად შეიძლება მეგობარმა უფრო სხვანაირად გირჩიოს, ვიდრე მშობელმა. ამის შედარებაც არ შეიძლება. არ არსებობს ისეთი თემა, რაცაც მე არ შემიძლია დედაჩემთან ვისაუბრო. ან ჩემთვისაც ახლა მაგალითად მე რო გითხრათ რომ აი გარდატეხის პერიოდი დამეწყო და რაღაცა მე საერთოდ ვერც ვიგრძელი რომ დამეწყო გარდატეხის პერიოდი, მაგრამ ნუ დედაჩემი გზნობს ხოლმე ზოგ ხანდახან. ყველა დედა უყურებელი. და მეუბნება ხოლმე რომ აი რაღაცები დაგეწყო, მაგრამ დედაჩემი არის ჩემთვის რა თქმა უნდა საუკეთესო მეგობარი და რაც არ უნდა სხვა მიჭოს მე მაინც დედაჩემს დავუჯერებ. იმიტომ რომ ანუ საუკეთესო მეგობარი ეს არის და ესეც უნდა იყოს ჩემი აზრით მშობლისა და შვილის შორის დამოკიდებულება, არა როგორც დედა და შვილი, არამედ როგორც მეგობრები უნდა იყვნენ ერთმანეთთან. ყველაზე ახლო მეგობარია დედა და მეც ადრე ძალიან ცუდი პერიოდი. ყველაფერს უანგარო დაკეთებს ერთადერთი ადამიანი. რა თქმა უნდა, ისე გირჩევს, რომ ანუ ყველა ჩვენთვის კარგი უნდა ეხა დედა არის. თუმცა როგორც მეგობარს გაანდობ ყველაფერს, ისე მშობელს კი, არის რა ზოგი არის რაღაცები რომ არ გაანდო. მომენტები არის ეგეთი. კი. და ასევე ძალიან ხშირია საზოგადოებაზე ეს გავლენა, როდესაც ჩვეულებრივი, ანუ სკოლის მოსწავლე მიდის და იქ ცოტა, ანუ შეკრული გუნდი რომ არის ბიჭების და რაღაც კომპლიმენტებს რომ ეუბნებიან ამ გოგონებს და ეს გოგონები შიშით ვერაფერს ვერ ეუბნებიან. ამაზე რა აზრის ხართ? აი როგორ უნდა მოიქცეს მოზარდი? ვერ ხვდები კომპლიმენტებს თუ ეუბნებიან, ცუდი რა არის ამაში? კომპლიმენტებს ეუბნებიან რა, ანუ ისე მიაძახებენ ხოლმე. ანუ ხუჭის ბავშვები რომ არის. ჩემი აზრით თუ ადამიანთან გაქვს ასე თქვა ერთჯერადი ურთიერთობა, იმას ყურადღება არ უნდა მიაქციო. გაღიზიანება უნდა იმ ადამიანს იცნობ და რაღაც გარკვეული ურთიერთობა გაქვს, ჩემი აზრით უნდა მოაგვარო ეს, მაგრამ როდესაც უბრალოდ ქუჩაში გამრავლ რაღაცას მოგაძახებს, ყურადღება არ უნდა მიაქციო და გაიარო, იმიტომ რომ იცი რომ იმ ადამიანს მეორედ აღარ შევხვდები და რთულია ძალიან რთულია ეს. კი,
მაგრამ მე უფრო რთული იქნება თუ რაღაც პრობლემები წარმოიშვა. თვითონ ამ ადამიანმა არ უნდა გამოიწვიოს იმ ადამიანებისგან ესეთი სიტყვები, ანუ ესეთი კომპლიმენტები ცუდი. არა, არის ხოლმე როცა არაფერში არ არის, მაგალითად გაიარა და ვიღაც ჯგუფია და მოგაძახეს რაღაც, მაგრამ ჩემი აზრით არ უნდა აყვე ამას, იმიტომ რომ ამას მოყვება უარესი შედეგი. ანუ ეხლა შენ ბიჭები არიან და რას უზამდა, ან რას გააკეთებთ. ანუ ეს უარესი შეურაცხყოფა, უარესი შედეგი და ჯობია რომ გაატარო. რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას იტყვის, თავარია გაჩნია ვინ რას იტყვის, ვინ. გარდატეხასაკი ყველამ უნდა დაუცლიოთ და არ უნდა გადავდგა დაუფიქრებელი ნაბიჯი, ხო? იმიტომ რომ ეს ჩვენი მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ დგება ადამიანი და ოჯახში თვითონ პიროვნებაში, ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით პიროვნებად, ხო? ვიქნებით ჩვეულებრივი ადამიანები, არც წარმატებულები არ ვიქნებით არანაირ სფეროში. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ანუ ყველანაირად, ყველა მხრიდან მივუდგეთ ყველას ისე, როგორც გვინდა რომ თვითონ მოგვექცნე, ხო? ვიყოთ მეგობრულები, დავეხმაროთ ერთმანეთს ამ დიდი პრობლემის გაგალახვაში და მე მინდა ამ მშობლებს ვთხოვო, რომ დაეხმარონ შვილებსა და გააცნობიერებინო მათ ამ ქვეყნის მოვლენის მიზეზი და არსი და ნუ ვიქნებით მათ მიმართ მკაცრები და ასევე ჩვენ თანატოლებმა ერთმანეთის გვერდში უნდა ვიდგეთ ყოველთვის. და ახლა მაინტერესებს რომ თქვენ თუ გქონიათ მოზარდებს შორის რაღაც დაპირისპირება ან შეწინააღმდეგება? ეს ახლა ან აგრესიულობა ხომ არ გიგრძნიათ ვინმესგან, ან თქვენს მიმართ ხომ არ ყოფილა ეს? უცნობებთან, რა თქმა უნდა, არის ხოლმე, როდესაც გავითორეთ ცნობებთან, მეგობრებთან ურთიერთობა. საერთოდ ყოველს დაძაბული ურთიერთობა არის ხოლმე კლასში. მე პირადად ესე ვთვლი რომ იმიტომ რომ ხანდახან არის კლასში ხოლმე რომ არის დაჯგუფებები 5, 6, 7 ბავშვი ეს უნდა იყოს ყველასთან ერთად ანუ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ყველასთან რაც გამარჯობა ნახვამდის დონეზე მაინც ვიყოთ რომ არ დავჭამოთ ბჭყალებში ერთმანეთი. იმიტომ რომ კლასი არის ერთგვარი ოჯახი. დილიდან საღამომდე მათთან ერთად ვატარებ და გვინდა თუ არა ყველა გვიყვარს იქიდან. შეიძლება ზოგი უფრო მეტად გვიყვარდეს როგორც მეგობარი და ჩვენ მას ვანდობდეთ რაღაცას და ზოგი ცოტა ნაკლებად. მაგრამ კლასი ისეთი ადგილია, სადაც უნდა ვიყოთ ის რაც ჩვენ ვართ. არ უნდა ვეცადოთ ვიღაცას თავი მოვაწონოთ და შევიცვალოთ ვიღაცის გულისთვის. საერთოდ კლასი არის ძალიან ისეთი თემა. თუ შემთხვევით რაღაცა შეგეშალა, შემდეგ შეიძლება ეს გამოიწვიოს წლებით და რაღაცა უნდა გამოასწორო. ანუ ისეთი მომენტი იწვევს, რომ მთელი კლასი დაჯგუფება მე შენ წინააღმდეგ არის ხოლმე. ანუ ეს თვითონ გააჩნია როგორია თვითონ კლასი მაგას გააჩნია. ზოგადად ჩემი აზრით კლასი უნდა იყოს შეკრული. წარმოიდგინეთ ხა 12 წელი როდესაც ერთად ხარ. ძალიან რთულია ისედაც რომ იყო დაძაბულ ურთიერთობაში. წარმოიდგინეთ 12 წელი ყოველდღე რომ იყო დაძაბულად მიდიოდა ერთ ადგილზე, ნუ ეს ალბათ კოშმარი იქნება. და იმას რომ ჩვენ დაჯგუფებებს რაღაცებს შევცვლით, ეს არასდროს არ იქნება. ანუ ვერასდროს ვერ შევცვლით იმას რომ აი 5 ერთად იქნებიან კარგად, 3 ერთად იქნებიან კარგად. ხა მთელი კლასი 30 ბავშვი ერთად კარგად ვერ იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობა. ანუ ცუდი ურთიერთობა არ უნდა გქონდეს. გარეთ არ გვექნება სკოლაში მაინც იყოს. ხო, რომ ელემენტარული უბრალოდ კლასელი იყოს, ხო? კარგი დონეზე და ყველაფერს იზიარებდი, მაგრამ ერთმანეთს რომ პატივს სცემენ. რა თქმა უნდა. ძალიან არ უყვართ პატივი რომ სცენ ერთმანეთს ეს მაინც უნდა აქვს. მაგრამ არის რა ისეთები, რომ ძალიან რთული ურთიერთობა აქვს, ცუდი ურთიერთობა აქვს ადამიანს კლასთან და ძალიან რთულია მისთვის. ძალიან. ზუსტად ეს არის, რომ გარდატეხის პერიოდში უფრო იძაბება ყველასთან ურთიერთობა, მშობელთან, მასწავლებელთან, კლასელთან, მეგობართან, ყველასთან ვხვდებით, რაღაცა შედარებით ჩვენ თავში შეკრულები. ჩემი აზრით ესე არის, რომ ვიკეტებით ჩვენ თავში და ძალიან გვეშინია ვიღაცას ჩვენი გრძნობები გავანდოთ. მაგრამ ეს გამოწვეულია იმითიც, რომ ვიღაცას თავის დამკვიდრება უნდა და დაგვცინებს, ან ცინიკურად მოგვექცევა, ამის შიშიც გვაქვს, იმის შიშიც გვაქვს, რომ ვიღაცამ შემთხვევით სუდათ არ გამიგოს აი ეს ჩემი გრძნობები და აი ეს ყველაფერი ძალიან ართულებს ამ პერიოდს, რაც ჩვენ ამ წამს გვაქვს. ხო, რა თქმა უნდა და მასწავლებელთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ანუ მასწავლებლებსაც აქვს ხოლმე ისეთივე ისინი როგორც მშობლებს, რომ არიან ძალიან მკაცრები, ცდილობენ რომ რაც უფრო ანუ შენ ესე რატო იქცევი და ჩემი ეს ამით იწვევენ ძალიან დიდ გაღეზიანებას ბავშვების მხრიდან თვითონ და მობიერად ანუ მეგობრულად უნდა იყოს და ეს იქნება ჩემი აზრით გამოსავალი. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ სტუდიაში მოწვევისთვის და მე კეთილი სრულებით გემშვიდობებით.